გამარჯობა მეგობრებო, გიბრუნდებით მორიგი ეპიზოდით და დღეს ავიხდინე ჩემი ოცნება და გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ავაწყობ ჩემს პირად ძალიან ძლიერ სისტემას, ახალ კომპიუტერს, რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდა, ძალიან ბევრი შრომა და ენერგია ჩავდა იმისთვის, რომ ეს ნაწილები შემეძინა და მოკლედ ყველაფერი აქ არის. გარდა ვიდეო ბარათისა და მაგას ვიდეოს სრულობისას გეტყვით რა მოხდა. წარმოდგენილი გვაქვს ძალიან ტოპ ხარისხის და ტოპ სიმძლავრის ნაწილები. Liquid Freezer 3 Pro 420 მმ-იანი გაგრილება არის თავისი heatsinkით. გვაქვს ლიანის გაგრილება, კულერები, ასევე კვების ბლოკი და Evo XL-ის кейსი, უზარმაზარი, მაგის განხილვა მიდევს არხზე. პროცესორი გვაქვს Ryzen 9 9950X 32 GB ოპერატიულთან და ამასთანავე Asus ROG-ის X870 ჩიპზე პლატასთან ერთად. მოკლედ ძალიან მაგარი სისტემაა და გამოვყევით ვიდეოს ბოლომდე და ერთად ავაწყოთ და ჩავრთოთ და ვნახოთ რა გამოვა აქედან რა. მოკლედ დავიწყოთ მეგობრებო და როგორც მოგიხსენებათ, მე მიყვარს ჯერ кейსის გახსნა, შეხედვა აქეთ-იქით და შემდეგ დაწყება უშუალოდ კომპიუტერის აწყობის. ხედავთ რამხელა ყუთია, უზარმაზარი кейსია. ამოღების ვიდეო ფიზიკურად ვეღარ გადავიღე, იმიტომ რომ იმდენი ვიწვალე, რომ აზრი არ ქონდა ვიდეოში გამოჩენას და პირდაპირ კადრი გადადის, სადაც უკვე ამოღებულია ყუთიდან მაინც ეს ჩვენი кейსი. ყუთიდან უკვე ამოღებულია, ახლა გამოვიღოთ და აი ეს თეთრი ნაწილებიც მოვაშოროთ ზევიდან, ქვევიდან და შევხედოთ ერთი რა გვაქვს ჩვენს ყუთში. აი ასე გამოიყურება მეგობრებო, არის ძალიან მძიმე кейსი, ცარიელი кейსი, შუშებიანად კულერების გარეშე იწონის 18 კილოგრამს, სერიოზულად ეს ასეთი წონაა და არის უზარმაზარი, მარტო მძიმე არა. ერთხელ მოდელსაც გეტყვით, ეს არის Lianlis O11 Dynamic Evo XL თეთრი ფერის. кейსი ნაყიდია GTEK-ის მაღაზიაში 755 ლარად, ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი ამ кейსის ჩამოსვლას და მინდა გითხრათ, რომ ფასი სრულიად ამართლებს ამ кейსის შესაძლებლობებს. აქ გვაქვს რა თქმა უნდა кейსის კულერებიც, რომლებიც პირველ რიგში უნდა დავაყენოთ, სანამ სხვა რამის აწყობას დავიწყებთ. ესენი არის Lianlis Unifenები TL სერია 140 მმ-იანი reverse blade თეთრები 6 ცალი. და მეშვიდე რა თქმა უნდა 120 მმ-იანია ჩვეულებრივი, ოღონდ თეთრი და wireless-ი ეგეც. ეხლა მოვხსენით ჩვენ ყველა ნაწილი кейს, ზედა ნაწილი შუშები, შუაში აი ეს რკინა რომ არის შუშებს შორის, ეგეც ეხსნება რომ ესეთი უფრო კარგი კონდეს кейს და რადიატორები, სადაც უნდა განთავსდეს რადიატორები, რა მოსათავსებელი ადგილები, რკინები, სადაც უნდა მოთავსდეს კულერები, ეგენიც მოვხსნათ უკვე. ნახა უკვე მოვაბრუნოთ და უკანა გვერდიც მოვხსნათ. აქ გვაქვს მყარი დისკების ვინჩესტერების შესანახი სლოტები, ეგ ვიდეოს кейსის განხილვა რომ ვიდეოს იქ მაგ ნასაუბრები დეტალურად რეებია, მაგრამ მე ეგენი არც ერთი არ მჭირდება და მოვხსნი მაგათ და ასევე რადიატორი, კიდე რადიატორი ვთქვი, აი ეს რკინა, რომელიც იჭერს სიმაღლეზე განლაგებულ კულერებს, ეგეც უნდა მოვხსნათ, რომ განალაგოთ ზედ კულერები. პრაქტიკულად кейსი მომზადებულია იმისთვის, რომ დავიწყოთ უკვე კულერების განთავსება მის რკინებზე და გადავიდეთ შემდეგ სხვა ნაწილებზე.
აქ გვაქვს ჩვენი კულერი, ლიანლი, უნიფანი, როგორც გითხარით, TL სერია. ესენი არის უსადენო კულერები, რომლებიც ერთმანეთში წკაპით ჯდება, ესე ვთქვათ. არის 140 მმ-იანი დარევერსებული ფრთებით, თეთრი ფერის კულერები, ძალიან ლამაზი და საკმაოდ ძვირიანიცაა. ესენიც ნაყიდია GTEK-ში, ჯამში 7-ვე ფასი იყო 680 ლარი. ხა პატარა განყუთვასაც ხედავთ ვიდეოში. კომპლექტაციაში მოყვება, რა თქმა უნდა, მოსაჭერი შურუპები და მოყვება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის კაბელი ერთი, ანუ სამ კულერს ან 4-ს რო გადააბავთ ერთმანეთზე, ბოლო კულერს უნდა კონდეს ერთი კაბელი, რომელიც დაუკავშირდება დედაპლატას 4-პინიანი კულერის კონექტორით და ეგეც ყველა სათითაოდ მოყვა. იაში მაგდენი საერთოდ არ მჭირდებოდა, მაგრამ მოყვა ეხლა და რა ვქო. ხო, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს კულერები ვერ იმუშავებს მიმღების გარეშე. ეს მიმღები უნდა იყოს ან ფლეშკა, რომელიც კომპიუტერში ერთდება პლატაში, ან უნდა იყოს კონექტორი, მიმღები, ესე ვთქვათ, ოთხკუთხედი ფორმის ლიანლისი, რომლებიც ორივე იყიდება და დაახლოებით 50-დან 60 ლარამდე ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გააკონტროლებთ RGB-ს. აი ვიდეოში ხედავთ როგორი ლამაზი და დიდი კულერებია, განათებაც ძალიან ლამაზი აქვს, ვიდეოში ყველაფერს იხილავთ. მოკლედ ყველა მათგანი გავხსენი 120 მმ-იანის გარდა და მოდი ახლა დავიწყოთ მათი ერთმანეთზე გადაბმა. ნახავთ ვიდეოში როგორ იბმევა და ბოლოს შნური კაბელი როგორც უყენდება და შემდეგ უკვე მოვათავსოთ ისინი იმ რკინებზე, რომლებიც უკვე кейსში უნდა მოვათავსოთ შემდეგ. ხო, აი ახლა რო ხედავთ, ბარემ გეტყვით, თეთრი გამოწეული პლასმასები რო აქვს იმისთვის, რომ კიდევ ერთი კულერი გადაიბას, თუ თქვენ მორჩებით აწყობას და მეტის დამატება აღარ დაგჭირდებათ კულერებზე, ბოლო მათგანი რომელსაც ეს პლასმასები ექნება, შეგიძლიათ მოხსნათ, რომ არ გააფუჭოს ვიზუალი. ახლა უკვე უყენებ ბოლო კაბელს, ბოლო კულერს, რომელიც უნდა შეერთდეს დედაპლატაზე, რომ კულერმა იმუშაოს საერთოდ. იმისთვის რომ დავამაგროთ იმ რკინებზე, რა თქმა უნდა, აუცილებელია აი ამ რეზინის პადების ამოღებაც, რომ შურუპის ადგილი გამოთავისუფლდეს. დავიწყოთ მოთავსება აი ამ კულერების რადიატორზე და შემდეგ უკვე მოვათავსოთ кейსში. აქ მეორე რადიატორის დაყენება აღარც გადავიღე, უბრალოდ არ არის სტიკური და არც სანახაობრივი. ცოტა ახლოდან ხო. всё, წინა მათგანი დავუყენეთ, ეხლა სიმაღლეზე რომლებიც ყენდება, ეგენიც მოვათავსოთ. ამას ძალიან ინკლუზიური და მარტივი ჩასასმელი აქვს, წკაპით ჯდება პირდაპირ და ერთი შურუპი ეჭირება. და საბოლოოდ ზედა სიმაღლეზე და ქვედა კულერების წყების დაყენების შემდეგ ასე გამოიყურება кейსი. ახლა კი უკვე დროა დავიწყოთ უშუალოდ სისტემის აწყობა და ამ кейსს შეუძლია დედაპლატის სლოტი, motherboard tray მოეხსნას და მოუხსნით კიდევაც და ისე ავაწყობთ სისტემას ზედ.
აქ გვაქვს ჩვენი დედაპლატა X870 ჩიპზე Asus ROG-ისგან. არის ძალიან ლამაზი, ამის განხილვაც მიდევს არხზე. DDR5 8000 MHz-მდე ოპერატიული საპორტით AM5 სოკეტზე. კომპლექტაციაში მოყვება უამრავი რაღაცები, სტიკერები, ინსტრუქციები და ასე შემდეგ. შეხედეთ რა ლამაზი დედაპლატაა. აქვს Gen 5 SSD-ის საპორტიც. ძალიან მომეწონა რა, ძალიან მომეწონა ესთეტიკურად და ვიზუალით ეს პლატა ROG-ისგან. ეხლა უკვე გადმოვიტანოთ ჩვენი motherboard tray, რაც ამოვიღეთ case-იდან და მასზე დავიწყოთ სისტემის აწყობა, პლატის და ასე შემდეგ ნაწილების მოთავსება. აი ეს ქაღალდის ყუთი მოყვა case-ის ყუთს, ლიანლის case-ის ყუთს, სადაც არის ძალიან ბევრი შურუპები, ვიდეო კარტის სამაგრი ბრეკეტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მაქედან ამოვიღე დედაპლატისთვის დასამაგრებელი შურუპებიც. დავიწყოთ უშუალოდ დედაპლატის დამაგრება ჩვენს motherboard tray-ზე. ქართულად როგორ ქვია, არ ვიცი. ახლა კი გავხსნათ ჩვენი სოკეტი და მოვათავსოთ ამ კომპიუტერის ყველაზე ძვირიანი და ყველაზე flex ნაწილი, თვითონ პროცესორი Ryzen 9 9950X, 16 ბირთვი, 32 ნაკადი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროცესორი. იმისთვის რომ liquid freezer-ის გაგრილება დავაყენოთ, ეს პლასმასები უნდა მოხსნათ. და ჩვენი ოპერატიული Kingston Faribis-ის 2x16 GB თეთრი ფერის RGB ოპერატიული 6800 Hz-ის CL14 top tier ოპერატიულებია დამეთანხმებით, თან ფასები ისეა გავარდნილი, კარგად მოასწარი, შედარებით იაფად ყიდვა. შეძენილი არის Ultras მაღაზიაში 600 ლარად. და რაც შეეხება პროცესორზე თქმა გამორჩა, პროცესორი ვიყიდე მეორადი, კერძო პირისგან 1500 ლარად. ჩვენი SSD M2 990 Pro 1 ტერაბაიტიანი, დაახლოებით თვენახევარში ვაპირებ რომ კიდევ 2 ტერაბაიტი დავამატო, უბრალოდ ამ ეტაპზე რამდენიმე ხნით 1 ტერაბაიტიანსაც ვიმყოფინებ, ესე ვთქვათ. ხო, როგორც ხედავთ, Arctic-ის heatsink-ში გადავიტანე, დედაპლატის heatsink-ი მოხსენი, იმიტომ რომ Arctic-ის გაგრილებას მარტო ქვევიდან უდგება მილები, წყლის მილები და აქედან გამომდინარე ის heatsink-ი იყო ძალიან მაღალი, ხელს უშლიდა და Arctic-მა უფასოდ გამომიგზავნა ეს heatsink-ი გერმანიიდან და მასში მოათავსე SSD და უკვე აღარ უშლის ხელს. ძირითადი კომპონენტების მოთავსების შემდეგ დედაპლატაზე უკვე გადავიტანოთ case-ში ჩვენი motherboard tray და ძალიან მარტივად დავამაგროთ.
ახლა კი დადგა დრო გავხსნათ ჩვენი წყლის გაგრილება Liquid Freezer 3 Pro 420 მმ-იანი და შევიხედოთ შეგნით რა გვაქვს. ეს გაგრილება ნაყიდია PC Shop-ში 420 ლარად. ხო რაც შეეხება SSD-ს, ისევ გამორჩა თქმა, შეძენილია Zoomer-ში 380 ლარად. Ну, რა თქმა უნდა, კომპლექტაციაში გვაქვს ახლა შურუპები, ის ბრეკეტი პროცესორისთვის, რომელიც AMD-ზე არ გვჭირდება და კიდევ ბევრი რაღაცები, თერმოპასტა მათ შორის და ასე შემდეგ. აი ასე ლამაზად გამოიყურება ჩვენი გაგრილება პროცესორის, არის უზარმაზარი და ძალიან მაღალი ხარისხის და რა თქმა უნდა თერმალ პერფორმანსიც აქვს ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, იმიტომ რომ იმ პროცესორს, რომელიც მე ავიღეთ, ძალიან სერიოზული გაგრილებაც სჭირდება. ეს უკვე არის თავი, რაც უყენდება პომპას, RGB-იანია, თეთრი ფერიც რა თქმა უნდა და მაგნიტით ჯდება თვითონ პომპაზე. მოდი ახლა თავის ადგილას მოვათავსოთ ეს ჩვენი რადიატორი თავის რკინაზე და ნელა გადავიდეთ სხვა ნაწილებზეც. აი ასე გამოიყურება მოთავსებული უკვე იმ რკინაზე და მზად არის ჩასადებად თვითონ кейსში. ნუ სანამ მას кейსში მოვათავსებთ, გავხსნათ უკვე კვების ბლოკიც და დავაყენოთ кейსში. ეს არის 1300 ვატიანი Lianlis კვება პლატინუმ სერტიფიკატით, ნაყიდია ესეც GTX-ში 710 ლარად. ძალიან ძლიერი და პრემიუმ ხარისხის კვების ბლოკია, მინდა გითხრათ და თავისი სპეციფიკურობაც აქვს, L shape-ია, აი თქვენთანაც მიხვდებით რა განსხვავებაა სხვებთან შედარებით, სხვა მოდელებთან. ну რა თქმა უნდა ეს ჩანთა თავისი უამრავი კაბელით და უამრავში მართლა უამრავს გულისხმობ. აი ალბათ ხედავთ როგორი ელის ფორმა აქვს აი ამ კვების ბლოკს. დავიწყოთ მოთავსება უკვე კვების ბლოკის кейსში და მანამდე პარალელურად გეტყვით ამ კვების ბლოკის უნიკალურობებზე. ასევე მას აქვს თავისი ჩაშენებული USB პორტები. მოგეხსენებათ ახალ პორტებში ძალიან სერიოზული პრობლემაა USB პორტების უქონლობა, ხო და ამ კვების ბლოკს თვითონვე აქვს ჩაშენებული და ერთი კონექტორი ჭირდება პლატაზე და დამატებით 4 სიმატებს მერე ძალიან მაგარი თვისებაა და ძალიან მაგარი ფუნქციაა რომ აქვს. ну აქ უკვე ახლა ვაერთებ კაბელებს, გამყავს ფრონტ პანელის და ასე შემდეგ კაბელები, ასევე მთავარი პროცესორის ასე შემდეგ, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ.
აი ასე გამოიყურება კვების ბლოკის მოთავსების შემდეგაც ყველანაირი კაბელი გაყვანილია და შეერთებულია. ახლა უკვე ბარემ ის 120 მმ-იანი კულერიც დავუყენოთ, რომელიც უნდა იყოს ჰაერის გამტანი უკანა მხარეს და ამით კულერების დამონტაჟება რადიატორის გარდა დასრულდება. და საბოლოოდ ჩავდოთ ჩვენი რადიატორიც და დაუჭიროთ кейსის თავზე. ახლა კი მართალია უმჯობესი იქნებოდა დედაპლატის თრეი ამოღებული რომ მქონდა მაშინ გამეკეთებინა, მაგრამ არა უშავს. ახლა გავუკეთოთ ის სამაგრი პროცესორს, რომელიც სჭირდება იმისთვის, რომ პომპა დამაგრდეს. ახლა კი უშუალოდ პომპა დავამაგროთ Z case-ზე, რაც საკმაოდ რთული პროცესია, მინდა გითხრათ. პომპაც დამაგრებულია და დავახუროთ თავიდან ჩვენი მაგნიტური არქტიკის თავაკი გაგრილებას. აი მეგობრებო, ნახეთ როგორი ლამაზი გამოვიდა, უკვე მიუხედავად იმისა, რომ ჯერ RGB და ის არაფერი არ გვაქვს, არც ვიდეო ბარათი არ დევს, მაგარი ბილდი გამოდის და ძალიან ვისიამოვნებ დარწმუნებული ვარ მისი მოხმარებით. რა თქმა უნდა, სანამ ვიდეო ბარათს ჩავდებთ და ბოლო ნაწილებს დავუმაგრებთ, უნდა დავტესტოთ გამოსახულება გვაქვს თუ არა და როგორ მუშაობს. როგორც ხედავთ, კულერები დატრიალდა, ყველაფერი ანთია, ტრიალებს, ძალიან ლამაზია და გამოსახულებაც გვაქვს. ახლა უკვე ჩავაყენოთ ვიდეო ბარათი და უნდა გითხრათ მეგობრებო, ის რომ ბიუჯეტი აღარ მეყო ვიდეო ბარათისთვის, მინდა 50-80-ის ჩაყენება და ღირს 3000-დან 500 ლარამდე ძალიან ძვირი მოკლედ, ფული ნამდვილად აღარ მქონდა და დროებით ჩემი ძველი სისტემიდან ვდებ 1080 Ti-ს იქამდე, სანამ არ ჩავაყენებ, არ მექნება ფული იმისა, რომ ვიყიდო ახალი ვიდეო ბარათი. დროებით არის მოთავსებული 1080 Ti. ნუ საბოლოოდ დავუყენოთ შუშები, ზედა ნაწილის ფილტრები და მორჩ დამთავრებულია. აბა მივცეთ კვება და ჩავრთოთ კომპიუტერი და როგორც ყოველთვის დამავიწყდა რომ სვიჩი იყო გადასართველი კვების ბლოკის. და ყველაზე satisfying მომენტი ავაცალოთ cellophane case. აი ასე მეგობრებო, გამოვიდა ულამაზესი და უძლიერესი სისტემა.
მოკლედ დასრულდა მეგობრებო ბილდი, გამოვიდა ძალიან ლამაზი და ძალიან ძლიერი. ჯამში დაჯდა 5800 ლარის მიახლოებით. ერთ-ერთი რის თქმაც გამომრჩა იყო პლატის ფასი, ის ღირდა 850 ლარი დედაპლატა, მეორადი ვიყიდე კერძო პირისგან ეგეც, დანარჩენი ყველაფერი ნაყიდია მაღაზიაში გარანტიებზე. ნუ კომპიუტერს კი ხედავთ, ძალიან ლამაზ კადრებსაც შემოგთავაზებთ ამ საუბრის შემდეგ. მოკლედ შეაფასეთ, თქვით როგორი გამოვიდა, ვიდეო ბარათზე მესმის რომ კარგი იქნებოდა რომ რაღაც ჩამედო, მაგრამ არ მინდა დროებით მედოს მაგალითად RTX 3070 ან თუნდაც 80, ბარემ მინდა რომ პირდაპირ ძალიან ძლიერი ვიყიდო და მაგისთვის შევაგროვო ფული და როცა ჩავდგავ RTX 5080 Aorus-ის მასტერები როა თეთრი ფერის გაწვდინებად. და მოკლედ მაგით დასრულდება საბოლოოდ ბილდი და რაც შეეხება ამ ეტაპისთვის, მხოლოდ ვიდეო ბარათი აკლია და შეიძლება SSD დავამატო კიდე 1-2 ტერაბაიტიანი. მადლობა ყურებისთვის, იმედია ისიამოვნეთ და ესთეტიკურიც გამოვიდა ვიდეო. როგორც გითხარით, ლამაზი კადრებიც იქნება ბოლოს. შევხვდებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში. ნახვამდის.